For years, we've been afraid of them. Now it's time for them to be afraid of us. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი მხევლის წიგნი დასასრულს უახლოვდება. მეექვსე ფინალური სეზონის პრემიერა 8 აპრილს შედგება. ეს კი განსაკუთრებით ემოციური მომენტია მსახიობებისთვის. ვტიროდი, რადგან ეს ყველაფერი დამშვიდობებას ნიშნავს იმ ხალხთან, ვინც ძალიან მიყვარს. იყო მწუხარებაც და სიამაყეც იმ საქმის გამო, რომელსაც ჩვენ ერთად ვაკეთებდით და ასევე დიდი მადლიერება იმ დროისთვის, რაც ჩვენ ერთად ამ ხნის განმავლობაში გავატარეთ. მარგარეტ ეტვუდის 1985 წლის დისტოპიური ნოველა „მხევლის წიგნი“, რომელსაც სერიალი ეფუძნება, მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ შეიძლება ერთ ხამეში დავკარგოთ თავისუფლება და დამყარდეს რეჟიმი, რომელიც გაანადგურებს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. რომანი გვიამბობს შემაძრწუნებელი მოვლენების შესახებ, რომლებიც რელიგიის სახელითა და ტოტალიტარული რეჟიმის გამეფებით გილეადას მოსახლეობას თავს დაატყდება, სადაც ქალები მამაკაცთა საკუთრებად იქცევიან და სექსუალური ტყვეობის ქვეშ უწევთ ცხოვრება, სადაც ქალებს ეკრძალებათ მუშაობა, სიყვარული, საუბარი და ქუჩაში სიარულიც კი. ეს ყველაფერი კი ღმერთისა და რელიგიის სახელით ხდება. და ბუნებრივია, როგორც რეალურ ცხოვრებაში, ფილმშიც, ტირანია მძაფრ წინააღმდეგობას შობს. სერიალის მთავარი მამოძრავებელი ჯუნის მებრძოლის სულია. ის იბრძვის და არ ნებდება და ეს არის ის, რაც ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება. სერიალის მეექვსე ფინალური სეზონი სწორედ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლასა და გამძლეობაზეა და ქალებზე, რომლებიც ამ ბრძოლის სათავეში დგანან. To finally declare enough.